მოგესალმებით, მე ვარ ნინო ჩოგოვაძე, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ონკოქირურგი. დღეს ვისაუბრებთ ისეთ აქტუალურ პრობლემაზე, როგორიც არის ვულვოვაგინალური ატროფია. ვულვოვაგინალური ატროფია საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და აწუხებს ძალიან ბევრ ქალბატონს. ვულვოვაგინალური ატროფია ონკოლოგიურ პაციენტებში ძალიან მწვავე პრობლემაა, რაც გაპირობებულია ესტროგენის დონის მკვეთრი კლებით, რომელიც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, თვითონ სიმსივნის მკურნალობასთან. მკურნალობის მეთოდები ონკოლოგიურ პაციენტებში კი ეს არის ჰორმონოთერაპია, რადიაციული და ქიმიოთერაპია და რა თქმა უნდა, ქირურგიული კასტრაცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ონკოლოგიურ პაციენტებში ვულვოვაგინალური ატროფია ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მაგალითად, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში მისი სიხშირე აღწევს სადღაც 60-70%, ხოლო გინეკოლოგიური სიმსივნეების დროს ჩატარებული, როდესაც არის როგორც ქირურგიული კასტრაცია, ისე ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია შეიძლება 30%-დან 90%-მდე მერყეობდეს. ვულვოვაგინალური ატროფიის დროს ჩივილები საკმაოდ უსიამოვნოა და შემაწუხებელია პაციენტისთვის. ეს შეიძლება დავყოთ როგორც ვაგინალურ სიმპტომატიკად, ასევე უროლოგიურ სიმპტომატიკად. ვაგინალური სიმპტომატიკა გამოიხატება საშოსლო რწოვანის გამოშრობაში, წვისა და ქავილის შეგრძნებაში, სქესობრივი აქტის დროს ტკივილში და უსიამოვნო გამონადენში. ხოლო უროლოგიური პრობლემები კი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხშირ შარდვაში, ასევე წვამოშარდვისას და შარდის შეუკავებლობა. ვულვოვაგინალური ატროფიის მკურნალობა ონკოლოგიურ პაციენტებში ეს განსაკუთრებული მიდგომით ხასიათდება, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მკურნალობის უსაფრთხოებას. ანუ ხშირ შემთხვევაში იმ ჰორმონოთერაპიას ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, რასაც ჩვეულებრივ პაციენტებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ლუბრიკანტების გამოყენებას, ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატების გამოყენებას, კერძოდ დაბალმოლეკულური ჰიალურონის, ეგრეთ წოდებულ HDL-ს, რომელიც ღრმად ატენიანებს საშოსლო რწოვას და ასევე პროლონგირებული მოქმედებით ხასიათდება. ის უსაფრთხოა სრულიად პაციენტებისათვის, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისათვის და ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო სკრინინგული კვლევების ჩატარებისაკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების თავიდანაცილებაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ყველა პრობლემა დღესდღეობით არის მოგვარებადი.